ნახე რა ფერი ლამაზები და რა კაია. შენ ხომ იცი მე რამდენნაირი ჯიში მაქვს, რამდენნაირი არ ვცადე. იმ ფერი, ამ ფერი, ახალი, ძველი, ამას ჯიში არ ჯობია. ჯერ ასონებია. აი მარწყვის სუნი აქვს ამას. და ამას ჯობია ერთი ნამდვილი მარწყვი რომ აღიხენდროა. ტყის რომ არის. ფლატი. რუსულად რომ ზიმლიანიკა ქვია, მე მაგდეგერ გაჩვენებ ახლა. მაგრამ ეს ძალიან ის არის ნაზი და ნაზი და ძალიან წვრილი. კი ბატონო. და ნამდვილი მარწყვი. ამას ქვია კიდეც მარწყვი და უფლებაც აქვს რომ ასე ერქვას და აგენი ყველა აი კულტურული ჯიშები არის ხენდ. ნახე რა მის სილამაზეა რომანტიკული. ეთყობა ამაზე თქვა ერთმა კარგმა პოეტმა. ველური მარწყვით მოჩითული ივნისი. ივნისში არის ეხა. ხო და მაგითო ამბობ. ხო და ნახე აგენი ხმება. აგენი თუ აცლი ცოტას ხმება და გარედან თესლები ხომ აქვს? შეხედე კენკრები რომ აქვს ეგეთ თესლები. იგი წიფწები. იგენის ყველა ამოდის ითესება. ამას თუ გახეხავ ჩულკი რომ აქვს ხალის კაპრონის ჩულკს რა ქვია კაპრონის კალგოთკას რა ქვია ქართულად წელწინდა წელწინდა ქვია ხო მოკლედ კალგოთკაში თუ გახეხავ რბილობი გამოდის ამ გარეთ იმ კაპრონის კალგოთკიდან და წიფწები რჩება შიგნით და იმ წიფწას რომ დათესავ ამოდის ანუ თესლი ხო გადასარევად ამოდის ეს რა საყვარელია ხო და ამ ვარგა საჭმელა ვარგა რომელია ამას ხუთი ცალი რომ გურიო ერთ ტაშტ მურაბაში თავის გემოზე მიყავს სასწაული ჯიშია ეს რეალზე მურაბებზე თქვა რაღაცა სასწაული უწერია ერთგან რომ ამ დროს ყველაზე საყვარელიაო თბილისი იმიტომ რომ ყველა გაღებული ფანჯრიდან მურაბების სუნი გამოდის და თბილისზე წერს თუ ქუთაისზე როგორც წესი ბატონო რეზო ქუთაისზე წერს თბილისი ნამდვილად იცი კი თბილისზე წერს ამ დროს თბილისო მურაბების და ობიდვის საწყების სუდნელი ოდისო მაგრამ ობიდვის საწყებელი ჯერ ადრე ანუ სავარაუდოდ სექტემბერზე ეხლა იწყება მურაბების სეზონი ხო მაგრამ ვიღაც უნდა მურაბა შენ გენახვალებს მათ ერთი ოჯახი ვიცი ახლა თბილისში ნანა ავალიშვილი რომ უსაყვარლესი პიანინო რა ქვია როიალზე რომ უკრავს მუსიკოსი ნანა ავალიშვილი უკვე უფროსი თაობის ნანა დიმიტრიადი და ნანა ავალიშვილი ორი სასწაული ქალბატონები ორი იმის სახში ვიცი შკაფის თავზე ასე შემოწყობილი კარადის თავზე ნაირნაირი და სულ რომ მიდიხარ ჩუქნის ხო მურაბები ხო ხა სამშვენისი ცადმე რომ მიდიოდი გასაგზავნა ახლა მე ვზალადობ იცი კაციშვილს არ უნდა და ამ ჩემ მურაბებს რომელსაც აკეთებენ ყველას ვატან უი არ გინდა ანუ შეწუხდები მეუნები არ უნდა სინამდვილეში ძალით ვატან კი და სიმბოლურად თითქმის ყველა ხილის მურაბა კეთდებოდა აი ნოემბრამდე იმიტომ რომ არ იყო ამდენი ტკბილეული ეხა იმდენია ისეთი არჩევანია არავის არ უნდა ეს მურაბა მაგრამ არის რაღაცა რაც აუცილებლად უნდა გააკეთო მაგათაც კენკრა რომელიც უნდა დალიო ჩაიზე ზამთარში თუ გაცივდების ახლა მურაბას დებია ჩემ პრიკუსკი თვამდა მაგრამ სადღა ახლა მაიმანი არ ზამლევია და არ მჭამელი ერთი შენგენაც ბატონო მაგრამ ამის გაუკეთებლობა არ იქნება რა ვიცი გადასარევიანად იცი რა გებრიელი იყო კიდე გურიაში იცოდნენ ტყებლის მურაბის გაკეთება იყო არაჩვეული ჩაისთან კაი ყველაზე კარგი ყველაზე კაი ნინო ამას მარწყვი არ ჯობია მე ვამრავლებ იმ ზემლიანიკასაც ვამრავლებ და ასე ჩითილებად სულ მაქვს და ყველას ვთავაზობ იმიტომ რომ ამაზე გემრიელი და კაი ჯიში არ არსებობს და მსხმოიარე როგორია კარგად ისხამს როგორც ყველაფერი ჯიშიანი და კაი ისხამს ცოტას და ისხამს ერთხელ ის ახალი ჯიშები ახლა ამას რომ დარგავ იმავე წელს მოგცემს მოსავალს ესე იგი წელს რომ დარგავ შემოდგომაზე ირგვება 19 აგვისტოს მერე 19 აგვისტოს ფერის თვალების მერე რომ დარგავ მომავალ გაზაფხულზე მოსავალს მოგცემს დედაძირებია დაბუჭკულია ძლიერია წელს ვამზადებ რომ გაზაფხულზე და ამ შემოდგომაზე იყოს ნერგება და კარგად მრავლდება ულვაში მაგრამ ის ულვაში არ ისხავს ერთი სამთარი ქოთანში უნდა გაატაროს რომ იმავე წელს მე ისხავს და ცოტას ისხავს ცოტას გასაგებია მაგრამ სულ მაქვს ჩითილი და ვთავაზობ ყველას იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ჯიში და ხოთაშორის რუსული ჯიშია ესა ხო ჩვენ კი ვიძახით მალინა მარწყვი ასე შინაურულად ქვია თუ არა ისე ქვია ვიქტორია ნამდვილი რუსული ჯიშია რუსეთში გამოყვანილი და სასწაული გემოვნური თვისებები 20 ლარზე ყვებით არ ღირს არც ერთ სეზონს ნამცხვარში და ტორჩი ძალიან გემრიელია კამპოტი როგორია საუკეთესო არომატული იმდენად კაია რომ 200 გრამს ამას ურევენ 1 კილოში იმ ჩვეულებრივ კენჭებივით მარწყობი რომაა და ხელსაც კარგს იძლევა ძალიან ეხლა მურაბას დიდხანს ხარ შვა არ უნდა იმიტომ რომ მოხდება
და ყავისფერს იღებს. ჩემი რებია რომ აკეთებ და ყველაფერი ტაოტივით იყო. კი ბატონო. სქელი ჩადუღებული. იმიტომ რომ არ ფუჭდებოდა არასდროს. ქაღალდის პერგამენტის თავი ქონდა მოკრული ბანკაზე. კი ბატონო. ერთ წელიწად ჩაქარი რომ გაქრა, იცი რა გააკეთა? თაფლი. არა. აბა, ყურძნის წვენი, ადესის წვენი დაადუღა. და ასე თხლად დაჭრილი ფრანგულა მსხალის ნაჭრები ჩააწყო შიგ. ბეთმეზიანი მურაბაო ასე დაარქვა. აჭარაში ხომ აკეთებენ ბეთმეს მსხლის წვენისგან და ეტყობა მაგი ძველი ცოდნა იყო. და მურაბა იცი რა გემრიელი იყო კარამელივით. ხო რა. დადუღებული მსხლის წვენი. ეხლა მურაბის თავარი ღირებულება რა უნდა შეინარჩუნოს ფერი. რა ფერ შეინარჩუნოს? ამიტომ მე მიზღები არ გამიგეთებია. ამას ჩვენ რო გავრეცხავთ ეხლა ზედმეტი წყალი რო არ შევაყოლო. საწურზე დავყრით, წყალი გაუვა, ანუ შეშრება და მერე კილო, 1 კილო ხილს ამ შემთხვევაში მარს ვაყრით კილო 200 შაქარს. აი ეს ჭიქა კილოს თუ კილო 200 ახლა დევიბე. კილოამ კილო 200 გააჩნია ხილს თუ ტკბილია, ხო და ამას დავაყრით ალბათ კილოს. ამაზე ტკბილი რა უნდა იყოს შაქარივით არის? კი. ამას დავაყრით ანუ 5 ამ ჭიქას, აი, გათლილი ჭიქა. ერთი მოკრეფა კიდე მეკრიფება და მე მორჩა, აღარ იქნება. ეხლა ამ დილას მოკრიფე, ერთი ხომ ტორტიზე მოკრიფეთ, ერთი ახლა და კიდე ერთი და მორჩა. წელს მეტი აღარ იქნება. იყოს სადარა დაშლილი რა. პირში ხომ უნდა დაიშალოს. არ უნდა დაიშალოს, მარტო მთლიანები უნდა იყოს შიგნით. იმიტომ უნდა ამას დააბლახებს და 5-5 წუთი აჭირა. აბა იპიტი მინუტკა რომ იძახი რაია. 60 უნდა პიტი მინუტკა. აბა მაშინ ერთხელოდი ეთქმებოდა 4 პიტი მინუტკა. არა, მასე ქვია, ახლა მაგის ძალიან გრძელი სახელია და ამიტომ აბა რეიზა ქვია პიტი მინუტკა. იმიტომ 5-5 წუთი უნდა ადუღები და 5-5 წუთი რამდენი 4 მაი 20 მინუტია მაგ. მაშინ ასე უნდა და 4 რას პიტი მინუტკა. რაფერი ფუქსიები მოგიტანი აგერ დღეს არ შეგიმჩნევია. ვაიმე გადასწარები რა ლამაზია. ნახე რა საყვარელია, მურაბს ხოთა შორის მურაბის დროინდელი ყვავილია. ჩვენი ბებიები რომ მურაბას აკეთებენ, ლამპოჩკა ყვავილს ვიზახდით. ჩვენ ზარებს ვეძახოთ. ნახე რა ფერებია, ნახე რა საყვარელია. როგორ კიდია, ძალიან ლამაზია. თან რამდენი ჯიში მაქვს, ნახე. ნახე რა 6 თუ 7 ჯიში. ლამაზია. იასამნისფერიანი. მალე იზრდება ესა? ხელი ზაფხული ყვავის ნინო, ნახე რა ფერები. ფანჯრის რაფაზე. ხო, ოთახის სცენარია, მაგრამ მე ზაფხულში გარეთ ვკავ. ნოემბრამდე გარეთ მაგ და დაიბუჩქება ასე. დიჟდები. მურაბებს უხდება სხვათა შორის. ზე უნდა ამას უყვარს სინათლე. ნახევრად ჩტილი. თლათ მზეზე იწვება ზაფხულში. ზურიკო, ეხლა ჩვენ ეს გავარეცხეთ კარგად. რაღა დარჩა მაი 2 კილოზე მეტი აღარ იქნება შევჭამეთ. კი ბატონო, ეს ეხლა ავწონეთ, არის 2 კილო. კი ბატონო. ჩავყრი, გარეცხილია, უკვე რა შეიძლება დავწურეთ წყლის და 2 კილო ფეიალა. კაი, აღარ შემიჭამო, ავწონე, მოუყვე. თვითონ რა სიტყვა. კილოზე ვაყრით 1 კილო შაქარს. აი ეს არის 200 გრამიანი ჭიქა. ესე იგი რათი რამდენი უნდა მაგას? 10. დავდგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ოღონდ ამორევა არ უნდა. ჯერ ნაყოფები გაგვიჭდება, ეს უნდა იყოს შეინარჩუნოს თვითონ ფორმატს და ფერს გამოუშვებს ძალიან კარგს. აი შენგენაც. ჩემო ბატონო, ნახე, ეს ეხლა ამიანცა დღეს 4ჯერ 5 2 კილო მარწყვის გულობისა 100 ამომხრა ხილი ვეღარ გაძლო, ბოლოსკენ დაიწყო ისევე. რა ჭკვიანად იყავი დღეს და რა ნახე რა ტკბილია მარტო. ნინო რა თქმა უნდა ამდენი ლაპარაკი 2 კილო მურაბას ამდენი ლაპარაკი იცი რა გეტყვი 2 კილო მურაბა და 5 კილო და 25 ერთნაირი დუღდება, მაგრამ საერთოდ მურაბა უნდა მოვადუღო პატარა რაოდენობით 2-3 კილო მეტი არა. ვარესი მეკუთვნის მივდივარ მე უნდა ავადუღო. შენ ხელში რომ შევიგდე თავი მე ვარესი მეკუთვნის. всё, წავედი, კარგად იყავი. მურაბების კეთების გარდა სხვა ის საქმე არ მაქვს. ლაპარაკობდი ახლა ჩემზე თქვი? აი და მომჭამე შენ გული და რო გავედი და ისარგებლე, რას ლაპარაკობდი ჩემზე? ჩემს ერთგულ მაყურებელს უთხარი რაფერ მომისწრაფე სიცოცხლე და რაფერ შემკάνε. ხო. გადამაყოლე დღეს 2 კილო მურაბას. ჩამოდიდი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. შენ ხო იცი ესე? 4 ბანკა გამოგივა მაი 4 ნახევარი 4 ბანკა მურაბას გადამაყოლე დღეს. იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გააკეთო წესით და რიგით. ხო და გააკეთე ამჟავდება 4 ამჟავდება თუ 24 მნიშვნელობა? რა ის უნდა ამჟავდეს მურაბა? ხო და აბა წესიერად გავაკეთებია. რაფერს კიდე ისე გააკეთე. გავაკეთე ახლა. შეხედე მაინც ჩაატარა. რა ჩავატარე დამეთხვე. მე იძახე ვინა მაი კინკლიანი კაცი სურათო კინკლაობს. აფეს არ კინკლაობ კაცო გააკეთე მურაბა უშემოთ არ შეიძლება? მე რას კინკლავ? გავაკეთე პატი საერთოდ არ მოგიხმობ შე. ხო და ქენი. ნახე. და რომ მომითხავს მაყურებელი
მერე გამოვჩნდე. შენ მომიკრიფე ის მარტყილად გადაჩენ და საშობაოს კეთება უნდა დავიწყო ეხლა. იწყე რაც გინდა იქენი. ვარდი მომიკრიფე სამურაბე, მურაბ ვარდით იწყება და მერე იწყება ბარწყი. პრიკაზები გიეცი შენ? ხო, და ყველაფერი იქნება. ასე გაატკლაფსუნე და გაჩნდება ყველა. ამ დროს აბა რა თქი ამდენი რამე რომ მოყავს და შრომობ და აკეთებ. უნდა აქციო ან მურაბად, ან კომპოტად, ან ხილფაფად რაღაცად. თუ არ მოკრიფე არ მიყვარს. ეცა აქციე ვინმე გიშლის? აქციე უკვე. ხო და რა თუნდა ამდენი ამბავი 4 ბანკა მურაბას? აგერ მე ჩემ ფუქციებს შეხედავ, ამას გაჩუქებ შენ ამ ლამპოჩკას. ვაიმე ძალიან ლამაზია ზო. ნახე რა ფერი ლამპოჩკა. ვაიმე ძალიან ლამაზია. ასე ერქვა ჩემ ბაღდომაში, ახლა ლამპოჩკის ხსენება არ შეიძლება, ახლა ხდია ნატურა. ნატურა. ამ ფუქციებს ელ ნატურა. და ეგაკაი. ეგა ხუჭუჭი. всё. შენ რომ გეჩხუბე იმის საკომპენსაციო. ანახლა ფერია სამისფერი. არ ესეთი მაქვს. მელისფერი მაქვს. გაგიქონდეს. всё, თეთრი და მელისფერი. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. შენ მე ვიცი რა გეკუცნის, ფუქსია კარა რა გეკუცნის. ისინი მაჩკა საკოლექციო რა ქვია საკოლექციები როგორ. ვაიმე, მე ასეთი ფერის გერანები არ მინახავს. სამნახავდი. შავი გერანი პირველად ნახე. ნახე რა სუნი თელეზოში დგას, ზურა. რა იქნება რაც. ეზოში დგას წაუ. ცინა მომწონს ხელი რომ ანინო. ხომ შეინახება? კი, როგორ არა. ეს შესქელდება ეხლა კიდე რო გაცივდება. და ეს არის 5 წუთიანი ნადუღები 4ჯერ. შენი პიცი მინუტკა. მურაბა გვაქვს. შვიდად ვარ. ეს ეხლა ერთი სახეობის მათ საკმარისია ნაკმარისთვის ან რამესთვის რომ მოგვინდეს. ყველაფრის ისაა. გადავრჩით წელს მურაბა გვაქვს.